არაერთი სუპერპოპულარული რადიოარტებისა და სატელევიზიო გადაცემების უნიჭიერესი წამყვანი და ავტორი შალვა რამიშვილი. ბიჭო, ბატი დიდია და უთმინება და იხვი არ ეკმი. და განსაკუთრებული იუმორით ცნობილი ზვიად ბლიაძე 100,000 ლარს ეუფლებიან. საღლები არ არის სასაცილო. ეს სასაცილო გადაცემა. მაგრამ არავინ იცის, რითი დასრულდება კრეატიული წვრილის ინტელექტუალური თავდაჯერებულობა ფულთან სახიფათო თამაშის დროს. მეორე კამერები 100,000 ცუდი გაცემა. ცუდი ასოციაციები. სურათი გადაგვიღეთ რა. ადრე ხო იყო გიმილი. აბა თქვა უჩუგ ესე აბა მიჩი ბატირო თეიმურაზ ვადოსანიძე და ნინო ძებისაშვილი. აბა ჩვენ ვიცით. ძველ მეგობრებს ძალიან დიდი ფულის მოგების ძალიან დიდი შანსი უჩნდებათ. იყოს ეგ. დაწარიერი გააჭერე დრო. ეგეც ფინალი. ეგეც ფინალი. ბრავო! ფულთან თამაშის დაძაბული რაუნდი იმედზე. მოგესალმებით საღამოშიდობისა, ეს არის შოუ ფულთან თამაში. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად მოხდება ეს ყველაფერი, მე დუტა სხირტლაძე გახლავართ და ჩემთან სტუმრები მოდიან ხოლმე და შესაბამისად ცდილობენ რომ ეს 100,000 სახში წაიღონ, მაგრამ ეგრეს არ არის. უწევთ რაღაცეებზე პასუხის გაცემა, სხვა გზა არ აქვს. აქვე უნდა დავზინო ისიც რომ ევროპაბეთია ჩვენი წარმდგენი. და იმისათვის რომ ეს თანხა აქედან წავიდეს საჭიროა ხოლმე ორი მოთამაშე, რომელსაც ჩვენ ზოგს ანკეტების საშუალებით, ზოგს კი ისე შინაურობებით ცნობილ სახეებსაც ვიწევთ აქ და ასევე ვიწევთ ადამიანებს, რომელსაც დიდი სურვილი გააჩნიათ, რომ თავისი ინტელექტი გამოამჟღავნონ და შესაბამისად ინტელექტის საშუალებით ეს თანხა შინ წაიღონ ხოლმე, მაგრამ ამჯერად თეიმურაზ ვარდოსანიძე და ნინო ძებისაშვილი. შევხვდეთ. მოგესალმებით ბატონები, აქეთ გაიკავეთ ადგილი. აბა როგორ ახართ? ეშაფოძე ამოვედი. მოვედით სათავეში. ეშაფოძე მოხვედით, მაგრამ ეგ არა გილეოტინა არა გვაქვს, არ სარჩოგელა არა გვაქვს, არაფერი არ გვაქვს ესეთი. მსგავსი ჩვენ გვაქვს 100,000, რომელიც უკვე თქვენია. დიდი მადლობა. და აქვე შევახსენებ ჩვენ ტელემაყურებელს, რომ ამ არაჩვეულებრივ შოუს ფულთან თამაშს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. თვითონში არის 2,000. ასეთი 50 ძალიან. და ეს ფული უკვე თქვენია, მთავარია როგორ შეინარჩუნებთ. მე მაქვს 8 შეკითხვა, რომელსაც დაგისვამთ და თქვენ უნდა გამცეთ პასუხი. შევეცდებით. მთავარია რომ გამცეთ სწორი პასუხი, 100% დარწმუნებულები თუ იქნებით, ჩათვალეთ რომ 8-ს თუ გაივლით სწორად და 100%-ით სწორ პასუხზე გააკეთებთ აქცენტს, მაშინ 100,000 წაიღებთ. თუ არა და ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა თანხა მოვაკდება, იმიტომ რომ გადანაწილების საშუალება გვაქვს, 4 ბოქსია. ერთი ყოველთვის რჩება თავისუფალი, თანხა იდება ან ერთ პასუხზე, ან ორზე, ან სამ სავარაუდო პასუხზე. სანამ შეკითხვა გამოვა, გამოდის ორი კატეგორია, კატეგორიიდან ვირჩევთ, რომელი კატეგორიიდან გვაწყობს შეკითხვა რომ გამოვიდეს, მერე 4 სავარაუდო პასუხი და ბოლოს შეკითხვა. ჩვენ გვიცავს დაცვის პოლიცია. ზადყოფნა გვაქვს? კი ბატონო. მაინც მაყურებელს რომ გავეცნოთ. ბატონო თეიმურაზ, პროფესიით? ავტოინჟინერი. ავტოინჟინერი და რამდენი ავტომობილი გაქვთ აშენებული? ასაკიდან გამომდინარე საკმაოდ. ბევრი? სად მუშაობდით? ძალიან ბევრი, რო ჩამოვყვე არ გვეყოფა ეთერი მე მგონი. არა? და რას აკეთებთ პროფესიით მუშაობთ? ავტოინჟინერი, კი. ეხლა როგორც ყოველთვის პენსიონერი. როგორც ყოველთვის პენსიონერი. თქვენ ნინო? მე პედაგოგი ვარ და მუსიკალურ სკოლაში მასწავლებელი ვარ. კარგი ხანია უკვე 19 წლიდან. 19 წლიდან მე რო ვიყავი 19 წლიდან და ეხლა უკვე სადღაც 25 წელია ვასწავლებ. ვერ ვიტყოდი რომ 19 წლის მერე 25 გავიდა თქვენი შემხედარე? კი, გავიდა.
და რას ასწავლით? სოლფეჯიოს? ყველაფერს. სოლფეჯიო, ლიტერატურა, ყველაფერი, ხო? სპეციალობა ფორტეპიანო. კარგით, ბევრი კარგი ბავშვები გამოგვიზარდეთ? კი, ვცდილობ თან რაიონში ვასწავლი და სად? კასპის რაიონში ზემო ხანდაკის სახელოვნებო სკოლაში. და იქიდან ჩამოხვედით ახლა? არა, იქიდან არ ჩამოვედი. აქედან დავდივარ და ვასწავლი იქ. აი ესე არ გეზარებათ ყოველ არ დილით მეზარება უჩენიად გებით რომ 19 იქ წელია ესე დავდივარ და ვასწავლი. მე ვთვლი რომ ამით ჩემი პატრიოტული ვალდებულება სამშობლოს წინაშე მოვიხადე. კარგი, წარმატებებს გისურვებთ დღეს თამაში. აპლოდისმენტებით დარბაზის რა თქმა უნდა. და თემურთან და ნინოსთან ერთად თამაშობთ ფულთან. მაშასე პირველი ეტაპი და ორი კატეგორია ეკრანზე. ავირჩიოთ რა ხდება. ნახოთ აბა. კოშკი, რომანტიკოსები. კოშკი. კი ბატონო, კოშკი უცბად გადაწყვიტეს. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სიღნაღი. რა შეიძლება იყოს? კოშკი და ეს ყველაფერი რა ვიცი. ნებისმიერი ქალაქი შეგვეძლო დაგვეწერა. მეცაც გეტყვით სოფელი, შორაპანი შეგვეძლო. კი. ნახოთ აბა შეკითხვა რა ხდება. საქართველოს რომელ ქალაქშია ანბანის კოშკი ნეტა? შეიძლება წავიდეთ. რა თქმა უნდა, ბათუმში. არ დაჭირდა თემურის დახმარება ესე. ძალა. შეგვიძლია გავაჩეროთ დრო. შეჩერდი წამო. რა თქმა უნდა ეს აპლოდისმენტები თქვენ. რადგან კოშკებზე არის ლაპარაკი საქართველოს რომელ ქალაქში შეიძლება იყოს ანბანის კოშკი რომელიც უახლესია. შესაბამისად სწორი პასუხი გვაქვს. 1 2 3 ბათუმში რა თქმა უნდა 100.000 თქვენია შევინარჩუნე და ეხლა ნელ-ნელა დავაბრუნოთ ახლა. ნელ-ნელა გადმოალაგეთ, არანაირი პრობლემა არ არის, თან ვისაუბროთ. თქვენ შვილები? კი, დიდები. დიდები არიან. მუსიკით არიან დაკავებული? არა. აბა? უფროსი შვილი ხელეწაფე ხელმარჯვე ოსტატია რომ იტყვიან და უმცროსი ახლა საკონტრაქტო სამსახურში მიდის თავდაცვის სამინისტროში. ჯარში? ჯარში. ვა. ახლა დადო შეკრულება და მებრძოლის ადამიანი ყოფილი. კი. წარმატებები უსურვოთ. თქვენ მე 3 შვილი მყავს ჩემო და 6 შვილი. 6 შვილიშვილის ბაბუა ხარ კაცო? თუ პაპას როგორ იზარდ? არა, ჩვენ ბაბუას, მარდუსანიძე ვარ. ხო, ბოდიში. ჩვენ პაპას ვამბობთ, ხო იცი? ხო, აი. კარგი, ესე იგი, იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ კარგად სახას. მეორე ეტაპი იწყება და ვნახოთ კატეგორიები. ავარჩიოთ ჩვენთვის უფრო სასარგებლო კატეგორია. ცხენი, წუნა და წრუწუნა. აბა 6 შვილიშვილის ბაბუა. წუნა და წრუწუნა რა თქმა უნდა. ზეპირად იცით? მე ვიცი ზეპირად მაგალითად. ყველა დეტალი. ხო, აბა. თან. რა უნდა იყოს? ცხენი არა. ცხენი რა, ცხენია რა. წუნა და წრუწუნა. წუნა და წრუწუნა. შევთავაზ. თაგვები ვარჩიეთ, ესე იგი, თაგვები. თაგვები. ცხენს. ო, სპილოსაც კი ეშინია თან. აბა. ნახოთ, აბა წუნა და წრუწუნა. და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. ნახოთ რას გვეკითხებიან. მერი დავითაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, შალვა მშველიძე, იაკობ ბობოხიძე. ოპა. ვინგა ხმოვანა. არა, კომპოზიტორი ვინაა? აი მუსიკალური სფერო რახე კომპოზიტორიო ეგრევე წავიდა იქითკენ გასაგები ამბავია. ხო, აბა ალბათ ეგ იქნება. ნახოთ შეკითხვა. ეს არა. ვინ არის ქართული მულტიპლიკაციური ფილმის წუნა და წრუწუნას კომპოზიტორი? გოგოვიჩევი უნდა გახდეს შეგიკერავა ჩაჩებსა. უიხარა ვაჟა არა. წადიკითხე პაპა ჩემსა. ვარალი ბარლალადო, ვარალი ბარლალადო, ვარალი და ვარალი. შალვა შვილი. დახკარდა. შალვაზე არა, შალვაზე. გადაღანელო. ვითენდება 40 წამი. თვითო. მიღამდება შობაში. შვილი ძრო. გარსანამ კინაცელია. მუშაკაცის პეტი ძმა ოძნელია. გადმოიყვანო უკეთ. ხა? შვილიძეზე დარტეხა.
დადაშულდეს. გადავიფიქრეთ ბოლო მომენტში ბობოხიძე. ბობოხიძე და რა ვიცი. რას შვებით არ ვიცი. ფაქტიურად 12, 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა ვერ მოასწრებიათ. დავითვლი თქვენი ნებართვით, რომ ვიცოდე სად რამდენია. 28,000 მერი დავითაშვილს ერგო. ვაჟა აზარაშვილს 16 18 ცალია. შესაბამისად უორზე რომ გადავამრავოთ 36,000 გამოგვივა. და დანარჩენი შალვა მშველიძეს. ეს ბობოხიძე რატო დამიჩაგრეთ? ვარეგამ გადავენაცვლებინა, მაგრამ არ შეიძლება. რაღა მანდ არ შეიძლებოდა მე. ბოლო მომენტში რაღაცა ერთი ეს კი გქონდათ, აი, ერთ ბიძგი. მაგრად დავკარგავთ ეხა ფულს. პირდაპირ გეტყვით. ხო, მაგრად დავკარგავთ, მაგრამ თუ სულ დავკარგეთ, ეგ არის კიდე საკითხი. 28, 36 და 36. ხო. სწორი პასუხი გვაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ მთელი ფული გადანაწილებულია. თითქმის თანაბრად, მეტნაკლებად. გაიღე. გაიგარი? გაიღოს უთა. მეგარი? გაიღოს რა. აი ბობოხიძე გაიღოს და რაც კიდე ის მითხა. მე არა უშავს, რაც უნდა ჩავარდეს. დაგვამშვიდეთ, პირველი ბობოხიძე გაიხსნას, გეხვეწებით, დაგვამშვიდეთ. ზიმზიმ გაიღე. ვაჟა აზარაშვილი გამოირიცხა, შალვა მშველიძე გამოირიცხა. წევედი წავს. 72,000 გავაყოლეთ წუნა და წურწუნას. გავაყოლეთ. ვაი, რომ ვაი რომ შეიძლება მთლიანად გავაყოლეთ 100,000. შეიძლება. მერი დავითაშვილი ვითომ? დღე და ღამე ლუკმა პური შოვნაში ქალბატონი მერი დავითაშვილი დაწერდა ამას? რა ვიცი, ნამდვილად არ რა გადადიdim და რა დიdim და რა დიdim და. ნუ რაც არის ეს არის და ეხლა რა ვიცი. რაღაცა იგზა. ოი, აი. გადავწით. მოდი ახლა რომ დავწყნადეთ და დავშვიდეთ, ჩავთვალოთ რომ ჩვენ გქონდა 6 შეკითხვა წინ და დავიწყეთ თამაში 28,000 ლარით. ცუდით ახლა? არა, რატო არ არის ცუდით? ანუ ვითომ არ ყოფილა ეს ორი შეკითხვა? 6 შეკითხვა გვაქვს ჩვენ და 28,000 ლარი. მესამე ეტაპი. ორი კატეგორია ეკრანზე. გადაადგილების საშუალება და რომეო და ჯულიეტა. რომეო და ჯულიეტა არ ვიცით? ვიცი გვარები და რაღაცები, მაგრამ გადაადგილების საშუალება. მონტეკები და კაბულეტები არ ვიცით? კაბულეტები კი ვიცი. მონტეკები? კი, ბიძაშვილები არიან. მაგრამ მაინც ვერა. კარგად ხსოდნიათ და რა ვიცი, თავარი რაც იყო დაარჩენება რომეო და ჯულიეტა დარჩება სახელში ააგერდა. მეტი რაღა. გვარები არ იქნება მან თუთა. ხაბარა იქნება. როგორც ავტომობილისტი გადაადგილება. ო, იქნებ. ხო, რა ვიცი, გადაადგილების საშუალება, კი ბატონო, ნინო ეთანხმებით? კი, დავეთანხმები. კარგი, მაშინ გადაადგილების საშუალება. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. როსინანტი, სპარტაკი, ბოლივარი, მარსელა. რასიზამ გადაადგილების საშუალება? როსინანტი იქნება. აი, მე ყოფილიყო რომეო და ჯულიეტა, ჰა? ვითომ? ნახოთ აბა რა შეკითხვა გვაქვს. რა ერქვა მიგელ დე სერვანტესის რომანის? აი, დავდეთ და გავაჩერეთ დრო. გავაჩეროთ დრო. არ ამგონია ესე რომეო და ჯულიეტაზე ასე სწრაფად გაგეცათ პასუხი, თუმცა 100% დარწმუნებულები ხართ თქვენ პასუხში. კი. ნახოთ აბა ეს 100%-იანობა, 100%-იანია? კი. სპარტაკი ვერ ქვას. არ ამგონია. ოლი მარსელა. მარსელა. ძალიან ცნობილი ამბავი გამოგვიხდა ეს მესამე ხო, შეკითხვა. ნამდვილად. მეორეზე დაგვაწყნარა მეორეს მერე. მეორე დაგაწყნარათ. არც ისე რთული ამბავი გამოგვიხდა.
აგი იყო, აი ახეთ ასამხნევებელი კითხვა გამოგვივიდა. თანახმოვარ ბოლომდე მაგის მიტანაზე. ნახოთ სწორი პასუხი. 1 2 3 აბარა. დავაბრუნოთ ახლა ადგილზე. გილოცავთ მესამე ეტაპი შვენივრად გავიარეთ. რაღა ბევრი გავაგზავნოთ და მეოთხე ეტაპის ჯერია და ნახოთ ორი კატეგორია. მიმინო და ვაჟა-ფშაველა. მიმინო კინო არ იქნება ნამდვილად. ხოდი ვაჟა. მიმინო და არ წივი ყოფილიყო ბარეკა. მიმინო კინო არ იქნება ნამდვილად. რა ვიცი აბა? რატო არ შეიძლება? მაგრამ ჭყალები ექნებოდა რა? ჭყალები ექნებოდა. ვაჟა-ფშაველა ალბათ. ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა იყოს? რავი. დარწმუნებულები ხარ თამაში? მიმინო მარტო მიმინოზე რა უნდა იყოს აზე რა. რაც არის ვაჟა-ფშაველა რა. რა, მოდი. გადაწყვიტოს. სახან თქვი პირველად ვაჟა იყოს ვაჟა. ვაჟა-ფშაველა. 4 სავარაუდო პასუხი. ონისე. მინდია. ბაღათური. ვაჟა. ონისე. ყაზბეგის. ნახოთ შეკითხვა როგორ ჟღერს, აბა რას გვეკითხებით ამისთანაც. ვაჟა-ფშაველას პოემის მიხედვით რომელ გმირს ესმის ცხოველთა ენა? ეს რომელი პოემაა? მინდია გაფრდავლი? ჰა? შევაჩეროთ დრო? მოდი ცოტა ბაღათურზეც დავდოთ რა ერთი. ეყოფა მოგეს. ეყოფა? ეს რა იყო ეხლა? რა გადაწყვეტილება იყო? თავისი ლოფიქდა. დავკარგეთ 4,000? ეგარა. აი, შენ თუ დარწმუნებული ხარ და მე ვარ დამაბრალო. ერთ წელი დატოვე, ერთ წელი დატოვე. ერთ წელს დავტოვე. ბაღათური. სულის ერ ვარ წავიდე. კარგი, 20 წამია დარჩენილი, შევაჩეროთ დრო თუ. რა ვიცი, იქნება კიდე რამე საპირე. გაქვთ. მე გაარა გაცნით. ეს არის უხრეისა მინდია. ჰა? მინდია. მაგას ესოდა? მე არ მახსოვს. ველი ჯამელი. ხوار გადავდო. რა? რა? გადავდო. დრო გაქვთ 4 წამი, 3, 2, 1, 0. აი არ ვარ გავაჩერე რა. მე მგონი კარგია რომ არ გავაჩერე დრო. გაცალეთ. აი ეს 2 წლის გადადება რა იყო მაინც ვერ მივხვდი აი. აი ეს ქალი ჭკუა. ქალური ლოგიკა პირდაპირ ვიტყოდი კი. არ მიწყიდონ დანარჩენება და არც თქვენ არ მიწყიდოთ. აი რაღაცა აშკარად ჩვენ მამაკაცებით გადმოსახედიდან ეს ცოტა ალოგიკური სხვა. კარგით, უფრო სერიოზულად მოვიქცე. კარგით. მინდია ეს რომელი პოემაა ხო არ გახსოვთ? გველის ჯამელი. გველის ჭაველი. კიდე იქ ერთი თავი მიყვარს ყველაზე მაგრად. ერთი ორი სიტყვა არის ეს. თანი ჩამოშნენ, გაზაფხულს რა კარგად მეუბნება ხოლმე რა. ორი სიტყვით თანი ჩამოშნენ წერტილი. მიყვარს რა გავა. თამაშობდი სხვათა შორის მინდიას. მართლა? კი. ო და აბა კი გემახსოვრება შენ ყველაფერი. არ გასწორს. იმიტომ გაბრაზდა შენ ზოგადად. ო, იმიტომ გაბრაზდა. გეტრო გადმო. კარგი, სწორი პასუხი გვაინტერესებს. მე გადავარჩინე. გადაარჩი მე 100% დარწმუნებული თეიმურაზის პასუხი სწორია თუ არა? იხსენი 4,000. ცოტა აგეთ შემოიწიეთ, რაღაცა ნელა იქით მიდიხართ, სად გეჩქარებათ? ჯერ აქ იყავთ. ბაღათურო. ბაღათურო არ გავგო. კომერციული ჭრაი. მეოთხე შეკითხვაზე შევჩერდით პატივცემულებო სანამ კომერციულ ჭრაზე გავიდოდით და ბატონ თემურთან და ქალბატონ ნინოსთან ერთად თამაშობთ. იყო აქ რაღაცა მცდელობები 4,000-ის დაკარგვის. მინდია და ბაღათური დაგვჭა და 28,000 მინდიაზე დებს და თანაც ბატონმა თემურმა გითხრა რომ გველის ჭამელიაო ესაო და ვეღარ ვეკამათები რა ვქნა. ვერ ვეკამათები. ამომწურავი პასუხი მივიღეთ და სწორი პასუხია მინდია, დაბრუნეთ ახლა ადგილზე.
ხო არ გეწყინათ ჩვენი ასეთი ჩარევა მამაკაცების. და იყოს ეს 4000 რა იცი რაში გამოდგეს. ხო, აბა. მაინც. 28,000 კი აღარ იქნებოდა 24 დარჩებოდა. იქნებოდა 20. ისეთ წელ გავქონდა. აი ხე დაუშვა და გავედით ბოლომდე და ეს 28000 გავყვა და გავყვა ესე 100% დარწმუნებული დებთ და დებთ. მე კი არის მცდელობები ხოლმე, მაგრამ მაინც აბრუნებთ და აი მივედით ბოლომდე. როგორ გამოიყენებთ, როგორ გაიყოფთ და რას გააკეთებთ? რა თქმა უნდა შუაზე. შუაზე გაყოფთ და თქვენ რას მოახმართ, თქვენ რას მოახმართ. კაი, თქვენგან დავიწყოთ. არ ვიცი ჯერ არ ვიცი. ნუ და ვალებს გადავიხდიო და ამდენიო დაანჩენებ მოიცდიან. ხო, ეგეც არის. ხო. ეგ ყველაზე კარგი პასუხია დღეს საქართველოში, სტატისტიკაში. დანარჩენებ მოიცდიან. დანარჩენები მოიცდიან. მეხუთე ეტაპზე გადავდივართ და შესაბამისად ერთი ბოქსი გამოგვაკლებოდა და უკვე 3 სავარაუდო პასუხი გვექნება და 2-ზე ვანაწილებთ, 1 რჩება. 1 რჩება. ნახოთ მეხუთე ეტაპის 2 სავარაუდო შემოთავაზება, რასაც გვთავაზობენ, რომელი ავირჩიოთ ახლა, აბა? კატეგორია. იმპერია და ნობელი. ნობელი ჯობია. იმპერიები ძალიან ბევრია ბუტო და ნობელი ერთი კაცი. ერთი კაცი კი აბარა. მაგრამ ნობელი რამდენია მის ამ დაწესებული პრემიის? ნობელი მირჩევნებმა ეს. უფრო ნობელი. იყოს ნობელი ახლოა თქვენთან უფრო. ნობელი. ნობელი. 3 სავარაუდო პასუხი მონიტორზე. медициნა, ფიზიკა, ლიტერატურა, აბა ვიზია ლაპარაკი ნეტა. რომელს არ ენიჭება ნობელის პრემიას. არა, ეგ მათემატიკაზეა. მადლობთ. შეუარებულ მოუღალატა და მათემატიკოსმა წაიყვანა სკოლა. ხო, ეგ არ არის საერთოდ აქ თემა. სხვა ერთადერთი კატეგორია ხო? ხო, მათემატიკა. კი ბატონო. აი ამდენი მწოდნია ეგ ამბებიდან, არა? მაშინ აღარ ვინა შეკითხა. ნახოთ შეკითხა. რაში მიიღო ნობელის პრემია ცნობილმა ბრიტანელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ უინსტონ ჩერჩილმა? медициნა, ფიზიკა თუ ლიტერატურა? ლიტერატურაში. უინსტონ ჩერჩილმა რაში მიიღო ნობელის პრემია? медициნა, ფიზიკა, ლიტერატურა. დრო მიდის. медициნა, არა, კაი მაშინ. იყოს გავისკეთ. ლიტერატურაზე დავრისკეთ? ფიზიკა, медициნა ამოვაგდეთ. ამოვაგდეთ, იმიტომ რომ მაგარ მემორიები დაწერა და ალბათ შევაჩეროთ დრო? შევაჩეროთ, რადგან ერთზე შეჩერდი წამო. ლიტერატურაო. ფიზიკაში ნაშრომი არ მახსოვს მე რაღაცა. რო გითხრა медицинаში რაღაცა ისინი ქონდა. რაღაც არ გამიგია რომ ჩერჩილს медицинаში. დაწერა მემორიები. არ ქონდა დასაწერი თუ? დასაწერის მეტი რა ქონდა? კარგია რომ არ დაეზარა. ხო, აბა. ნახოთ აბა რაში მიიღო ნობელის პრემია უინსტონ ჩერჩილმა. უფრო ძალიან შევიყვარებ ჩერჩილს. თუ გიყვარდა ისე და 28000 შეგვინარჩუნებს. თავის სიგარეტა. აქეთ გამოიწვიეთ. ვა. ეგ ნელა მიდის გასასვლელისკენ მიდის იპარება თან. რა თქმა უნდა ეს სწორი ბრძანდებით. ჯერჯერობით გიმართლებთ არა, ჯერჯერობით იცით. ნახოთ აბა ერთი მე-6 შეკითხვაზე რა სიზავთ. აბა არცაცი არცაცხელა ორი კატეგორია მე-6 ეტაპისთვის ვემზადებით. კართაგენი თუ რელიგია? რელიგია იყოს ზუსტად კართაგენთან ძალიან. რელიგია, კი ბატონო. და 3 სავარაუდო პასუხი 1 2 3 მონიტორზე. წმინდა ცოდნა, წმინდა საკითხავი, წმინდა აზრი. წმინდა საკითხავი ალბათ. გააჩნია რა შევიკითხე. აბა შეკითხვას გააჩნია მართალია, ნახოთ. როგორ ითარგმნება სიტყვა ყურანი? ოპა. წმინდა საკითხავი. თუ აზრი. საწოდნა ხო არა. წმინდა ცოდნა, საკითხავი თუ აზრი? ცოდნა. ცოდნა და დრო მიდის. აზრი არა. შესასრულებლად უფრო ვა, ეს არ ვიცი. წმინდა საკითხავზე მეტი.
ეყო. არა, საკითხავზე არა. უფრო ცოდნა. საკითხავ. დამიჯერე საკითხავ. კაი, დაგიჭერ. შევაჩეროთ რო? შევაჩერო. კაცარია. შეჩერდი წამო. 6000 წმინდა ცოდნას ერგო დანარჩენი 22000 წმინდა საკითხავს. ისიც ტყილა დავკარგეთ. ისიც ტყილა დაკარგეთ. აქეთკენ ფიქრობდით მაინც საკითხავს? საკითხავს. ბოლომდე მადგინდა 28000 დაგება. გავიცემა. ისე ნინომ გადმოდო ხო აქეთ სამიცან? შეგადადები? ნინო კარგი რა, რას ეჭი ხავა და. დავაკლებ მე განაწილებაში. კაი, 6000 შეგიყვალი მე. ძალიან დარწმუნებულების ნუ იქნებით, იქნება და საერთოდ გადაგვარჩინა ნინომ და 6000 დაგვიდოვათ თამაში. მაშინ შენ დამაკეჭი. ხო, კარგი, მაშინ მე დაგაკეთე. სწორი პასუხი გვაინტერესებს, პატივცემულებო. მარტო ჩვენ არა, ვინც არ იცის იმათაც. ვინც ახლა ტელევიზორებთან ვიღაცებმა იციან, ვიღაცებმა არა, ხო? ვისაც სწორი პასუხი გაქვთ, გამოგვიგზავნეთ ანკეტები და სხვათა შორის სიამონებით მიგიღებთ და ითამაშეთ აქაც. მარტო სახში რა გინდათ? სახში გეულია. სახში ადვილია, ფულს არ კარგავ. წმინდა ცოდნა, ნინო 6000 დაგვაკარგინე. თუ სულ არა. არა, წმინდა აზრი არანაირად არ იქნება. წმინდა აზრი არ იქნება? რატო? აზრი რა, აზრი. საკითხავ. ყურანი. თუ აზრია რაღაც, რომელიც უნდა იკითხო. არა, არ მგონია. აზრი არა, საკითხავი. საკითხავია. ხო შეიძლება აზრი იყოს. არა მგონია. არა, ყურანი ითარგმნებოდეს ასე. რა ვიცი. ნახოთ. ვაი. ერთ სიმღერა მახსენდება ხოლმე. ვაი. ნა. რა მომღერებს, მაგრამ მე 6-დან გავარდით. ნუ, აბა. მე 6 შეკითხვაა კი. ბრავო. ხო, კალის ინტუიცია მაინც ხო არის 6000 წავიდა. ცოტა წავიდა. კარგი, გადავედით მე-7 ეტაპზე. მშვენივრად მივიდივართ, რა ვიცი, თუ. უკაცრავად ტელემაყურებელთან და თქვენთანაც მე სამჯერო თუ ქენი, მაგრამ ერთი ხეზეც მივაკაკუნებ ბარეღა. არ გაგთვალოთ, რა ვიცი. მე-7 შეკითხვი ჯერია, 22000 გაქვთ. დარჩა 2 შეკითხვა. აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ. მე-7 ეტაპისთვის 2 კატეგორიაა. რომაული ციფრები და მონასტერი. მონასტერი იყოს. რომაული ციფრები გამოვრიცხეთ. ხო, იმიტომ რომ მაგის ან საუკუნეში თქვენ რამე ისეთი არ იყოს ახლა. რომაული ციფრები თქვენ რომელ საუკუნეში შემოვიდა ნუსხური რომაული არა. იყოს მონასტერი. მონასტერი, კი ბატონო. გადანაწილებით მაინც გავიდეთ იოლას. ხო. ეხლა ნახოთ ერთზე ვერ დავდებ. რატო? მონასტერი ავირჩიეთ, საბოლოო გადაწყვეტილება გვაქვს და ნახოთ 3 სავარაუდო პასუხი. აბატი, იღუმენი და პასტორი. ნახოთ, აბა რა შეკითხვაა? მონასტერთან იღუმენი, აბატი, პასტორი, რა ვიცი. რა ეწოდება კათოლიკური მონასტრის წინამძღვარს? აბატი, იღუმენი თუ პასტორი? პასტორი არა. აბატი და იღუმენი. ეხლა უკვე აბატი. უფრო აბატი. 6 აბატი. 7 1 2 3 4 7-4-ზე? ოკნა. სუსტად არ ვარ და პასტორი გამოვრიცხეთ? პასტორი აბსოლუტურად. არა, პასტორი ეს ძალიან დაბალი დონის კათოლიკე ეს არის. გავაჩეროთ რა? გავაჩეროთ და რაც არის. დეკ. იღუმენზე გვაქვს 8000, შეიძლება ნაკლებიც ან მეტიც. და შესაბამისად დანარჩენი თანხა ერგო აბატს.
აბა რა არის ხლა ნახოთ. რა ვიცი მე მგონი აპატია. კარგი, ნახოთ სწორი პასუხი. აპატია მე მგონი. ასტორი არა ეს. აპატი უფრო მაღლა დგას თუ პასტორი. პასტორ ჯავარდი. პასტორ თუ ჯავარდა ნუ გეშინია. პასტორ თუ ჯავარდა ნუ გეშინია რა. პასტორ თუ ჯავარდა ნუ გეშინია რაღაცა. ყველა ვარიანტი ფინალში. რაღაცა რჩება. და მე უკვე 50-50 გამართლებაზეა თუ სწორი პასუხი არ ვიცით. სატრაბახოდ გვაქვს უკვე всё. იღუმენი გამოირიცხა 8000 წავიდა. პასტორი თუ აბატი? არა, ახლა უკვე ჩვენია. ჩვენია აბატი. ახლა დარწმუნებულია ბატონი თემური. ხორავშოს თემურს რო გეძახით. თემურას რომ არ ვაყოლე. თემურაზე არც ვიცი თუ ქვია. საკუთებში. თემო პაპა. თემო პაპა. ეგეც ფინალი. ეგეც ფინალია. ბრავო! 14000 შეგჭათ აი ესე. ვა, ბრავო, ნინო და თემო, ბრავო. დარჩა ერთი კითხვა და 14000 ლარი. ძალიან იშვიათად ხდება ჩვენთან ესეთი რამე. არ ვიტყვი არაფერს, არ ვიტყვი. აბა ჩვენ ვიცით. წარმატებებს გისურვებთ. ეხლა უკვე ეს ორი მონიტორი იმუშავებს, ხოლო ორი სავარაუდო პასუხი გამოდის. ან ერთს ვდებთ, ან მეორეზე თანხას, სრულად. მომემზადეთ, მერვე ფინალური შეკითხვა და ორი კატეგორია ეკრანზე. ყურადღება. შტატები და შედევრი. შტატები გააჩნია რომელი შტატები. შტატები იყოს. შედევრები. შტატები? შტატები ალბათ, შტატები იგულისხმება რომ ამერიკის და შეიძლება ხარა შტატი იყო. სამსახური შტატები? რა, ცოტაა შტატები. შედევრები ქვეყანა. შტატების ქვეყანა. ჯერ მარტო ინდოეთში ავიღოთ რამდენი? ინდოეთშიც არის. ინდოეთშიც არის. მექსიკაშიც არის. ბრაზილიაშიც. ბრაზილიაშიც. ავსტრალიაში, ავსტრალიაში. თქვენ აირჩიეთ, მიდით. ან ერთი ან მეორე. შედევრი, არ ვიცი. იყო შტატები, იყოს. იყო შტატები. იყოს შტატები. ორია მონაწილეობა და არა გამარჯვება. აბა, ორი სავარაუდო პასუხი, ან ერთი აგვაშენებს, ან მეორე დაგვაქცევს. ალიასკა? ჰავაი. ორი ამერიკის შტატია. უკვე კარგია რაღაცა დავწყნარით, ვიცით კონკრეტულად სადა ვარ და რა გვინდა. ნახოთ ეხლა შეკითხვა რას გვეუბნება. რას გთხოვს? რომელია აშშ-ის 50 შტატი? არა. ალასკა? ბაჩა? საიდან მოიტანეთ ესაც? ჰა? მოდი ჰავაის დავდო ცოტა. მეცავეცა ცოტა რო გადანაწილება არ ხდება. ხო. ან ერთს ედებთ, ან მეორეზე. ალასკა ბოლოს შემოიერთეს. ბოლოს ჰავაია. 50 ანუ ბოლო შტატი. ბოლოს შტატი რო შემოიერთეს ბოლოს. ჰავაი იყო. ჰავაი იყო. ალასკაში ალი იყოს ეგ. რაც არის გააჩერე დრო. გავაჩერო დრო? გააჩერე დრო. გადანაწილება არ შეიძლება და. აქეთ ჰავაი თუ ალიასკა? ალასკა. ბოლო ეგ არის? ალასკა, კი. რაც არის. გადანაწილება არ შეიძლება. ხო, იყოს არის. რა ვქნათ? ჰავაის. კაი იყოს. 8 წამი გვაქვს. იყოს. ეგ არის? ფინალში ხო ვარ და. ეგ არის. ფინალში ხარ? ეგ არის. და დრო ამოიწურა. დაიდება. რატო გაირჩიეთ ალიასკა? ბოლო შემოიერთა მე მგონი. ბოლო შემოიერთა და ჰავაი? ჰავაი გქონდა მანამდე მე მგონი რა ვიცი. გქონდა ალიასკა როდი შემოიერთა, აბა? შეიძლება ვწდები. რისი შედეგია ეგ? იყიდა იაპონიისგან მე მგონი. ალიასკა იყიდა იაპონიისგან? თუ
ეგრე ალიასკა რუსეთის არის ხო? თუ მე მეშლება. რუსეთისგან იყიდა. ხო, იქვე პატარა 90 კილომეტრია დაშორება რუსეთსა და ამერიკას შორის ეხლა. თუ რამდენია ეს სრუტე არ მახსოვს ზუსტად. მე შემგონია. ნუ მოკლედ ძალიან ცივი რო არ იყოს გადასურავდა კაცი. ალასკა. რამდენია? მაგადანიდან. რამდენია? რა, თანხა? თანხა არის 14000. აქ არაფერი. აქ არაფერი. ჰავაი რაღაცონგოს ალიასკა მერე იყო? არა შეიძლება მაგ საქმეს და ეხლა და ბარეკა. აი, მაგ საქმეს არ ეშველება, მაგრამ მე მინდა ყველაზე მობილური ინტერნეტი GeoConnect-ი გადმოგცეთ, GeoCell-ის მობილური ინტერნეტი. ყველაზე სწრაფი ინტერნეტი, სიგიჟე ინტერნეტია ეგ. ორივეს. თქვენი პერსონალური ინტერნეტი გექნება ჯიბეში. პასუხი. აი მეგონი. მაინც ალია. რომელია ამერიკის შეერთებული შტატების 50-ე შტატი, ანუ ბოლო შტატი, ალიასკა თუ ჰავაი? ჩადი ჰავაი. წავიდა ალიასკა. უი დედაჩემო. 14000-ია სასწორზე შემოდებული. ან გვეყარება ალიასკა მთელი ცხოვრება და ან კიდე ჰავაიზე გასეირნება მოგვინდება. მაგრამ ჰავაიზე გასეირნება ჯობია. რატო ალიასკაზეც არა უშავზე? აუყვები იუკონის ნაპირებს. ეგრე იქაურ. თორემ რა ფინეს. ცოტა მეტი რო ყოფილიყო და ჰავაიზე დაგიდოთ. აი. მაინც მადლობელი ვარ. დაისვენებდით ჰავაიზევე. ბაბა. მაგრამ ეგ არ არის ამბავი თავარი რომ ფინალამდე გახვედით და მე ხო ვთქვით რომ 50-50-ია გამართლებაზეა ეს ამბავი. თუმცა შეიძლებოდა რომ ოქროს სიერცხელების მერე რაღაცეები რომ მოხდა უკვე ჰავაის უკვე ბოლოსკენ არ შემოიერთ ეს რაღაც. არა უშო. ოქროს ამბების ამბავია რა. ეს ცოტა შემოგვიანებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. შვენიერი თამაში. მადლობა თქვენ. შვენიერი თამაში ვიყიდეთ. დააბრუნეთ ახლა ადგილზე. ვაგზელებთ თამაშს და ჩვენთან სტუმრად არიან ორი ცნობილი ადამიანი, ორი სუპერ ადამიანი, რომელიც ეხა შემოვლენ 100,000-ის დასაღებად. შალვა რამიშვილი და ზვიად ბლიაძე, შევხვდეთ. გამარჯობა. 50,000. კი ბატონო. ხელის ჩამართვება 100,000 თქვენი არის. არ გვინექ ტექსტები, იმიტომ რომ ეს დამეტკილი ხო არ არის? დამეტკილია. ას ბევრი კამერები 100,000 ცუდი გასამა. ცუდი ასოციაციები გაკეთე. არა უშავს. არა, აქ ისია, კითხვას პასუხი გაეცი და გაეცით, წაიღე შენია. ეს კანონიერი არ ამბავი. გაეცი? ვერ წაიღე. ვერ წაიღე, ჩავარდა და ბიჭებმა შეინახეს დიპლომატში. როგორ უნდა იყოს ცი? ბოლო პური უნდა იყოს. ვერ გაეცი, შენს ჩავარდი რა. ალბათ ჩაყვე. არა, აი წაკი ჩავარდი, აქაც უნდა იხსნებოდეს რა. შევინა ქონდეს პატარა წვრილი ძუები და დარჩე რა, დარჩე და ვინც ვერ გასცე ჩაადლა ხან. უნდა იყოს ისა, პირანიები წავსეთ ბა. ეს თანხა დამეტკილია ევროპაბეთის მიერ. ასევე საშიში არ არის. და ჩვენ თამაშის წესები თუ არ იცით, გეტყვით. ეხლა და მოვყვები ხა ამბავს. კარგი, თამაშის წესები არის მარტივი. შეკითხვაზე უნდა გაცეთ პასუხი. ეს თანხა უნდა შეინარჩუნოთ. ეს თანხა მართლა თქვენია, მაგრამ შენარჩუნებაზე ვთამაშობთ. პირიქით არის რა. ეგრეა. მთელი თანხა მუშაობს სულ. ანუ ან ერთს ედებთ, თუ 100%-ით ხარ დარწმუნებული, ან 3-ზე, ერთი ცალი ყოველთვის ცარიელი რჩება. სანამ კითხვა გამოვა, გამოდის ჯერ კატეგორიები, თქვენ ირჩევთ კატეგორიას და კატეგორიის მიხედვით 4 სავარაუდო პასუხი, მერე შეკითხვა და უკვე 1 წუთი გაქვთ იმისთვის, რომ სწორ პასუხს მიაგნოთ და დადოთ თანხა იქ, სადაც თქვენ გონიათ, რომ მართებულია მისი ყოფნა. დავიწყოთ? დავიწყოთ.
დაიწყე რა. მე საფილოსოფიო მიკეთია შენ? ჰა? მე საფილოსოფიო მიკეთია შენ? მე ესა ჩემი. მე იმისი რა. სხვისი არ თქვა თორე ანტირეკლამაში ჩამო. ჩემი სათვალები კეთი. კარგი. შალვასთან და ზვიოსთან ერთად თამაშობთ ფულთან. ისე ამ ფულს სხვადასხვა დაცვის პოლიციის ბიჭები იცავენ. გამარჯობა ბიჭებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა ხო კარგად არის საქმე. თავარი ეგ არის. კატეგორიები ეკრანზე და პირველი შეკითხვა არის რა რთულია. აი და მამაჩემის რადიო ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეხლა ნიკოლოზ ბარათაშვილი რა უნდა აირჩიო? ეხავს. რო ავირჩიოთ, მიუხედავად ჩვენი უგრუზი პატივისცემისა, რა თქმა უნდა. მამაჩემის რადიო. მამაჩემის რადიოს ვირჩევთ. და 4 სავარაუდო პასუხი, აბა თუ მოგეწონებათ. აბა. ანთროპოლოგი, ლინგვისტი, პალეონტოლოგი, ერთი წამით? არა, ვიცი პასუხი ფიქსიროთ. მარვინა პასუხი იყო პალეონტოლოგი იყო ის ახალგაზრდა კაცი იყო პალეონტოლოგი. კარგი, კითხვაც მარიღამ სანამ ფულს ანაწილებს შალვა. ნახოთ შეკითხვა, საზოგადოებასაც გავახსენოთ. რა პროფესიის იყო რადიო 105-ის ცნობილი არტის ერთ-ერთი გმირი? პროსტიტუტ ანჟელაზე შეყარებული ფრიადოსანი ნოდარი. საწყალი ნოდარი. დაწყალი ნოდარია. ანჟელა კზე. ანჟელა კ. ეხლა ველოდოთ ერთი წუთი რო შევინახოთ. არა, შევაჩეროთ დრო, შეგვიძლია. შევინახოთ, რა მერე გამოვიყენოთ. შეჩერდი წამო. არ გაწევო ეხლა ეგ, იმიტომ რომ ყველა მიცის რა. მე არ მახსოვდა. მარკ შეიდენი მახსოვდა. აი. აი რაღაცა პალეონტოლოგი. სწორი პასუხია პალეონტოლოგი. კით ვადამდელი პასუხი გქონდა და ეხა არ უნდა მდენი. 1 2 3 გაიხსნა. აბა. მოიცი მაინც რო გეში. ხალხიზე თქვენ 100-ს შეინარჩუნეთ. ანჟელა კ. ადგილზე დაბრუნება არის. პროსტიტუტი ანჟელა კ. ძალიან მაგარი არტი იყო ეს სხვა შორის. თან ღეროდა შონზომ რეჩიტატივს ამბობდა. გოგამღეროდა და ისა ლეკვეიშვილი თან. გოგა რომელია? ხაჩიძე. ხაჩიძე. ეხა აღარ მღერის. ხო, ეხა აღარ მღერის, ხო. ეხა რა ერქვა პროექტს? რომელ პროექტს? სახე რადიო 105. არა, რაღაცა ის რო იყო, რაღაც. ამ არც თვითონ. არტს, აბოზვართა კუნძული. აბოზვართა კუნძული, ამოჩეთ მე ამოჩეთ. ან ტუდად ეგ. რატო? ნახოთ ხა მეორე კატეგორიისთვის. ნახოთ რა ვარიანტები გაქვს. დავაი რადიო გამოვშტი. კიდე ერთი რადიო. კარგია რა ხო? 100,000. საყვარელი ცხოველები და პროტესტი. ვისი საყვარელი ცხოველები? ვისი საყვარელი ცხოველებია? საყვარელი ცხოველები, დავაი. ვისი? რა მნიშვნელობა? კატეგორია მაინტერესებს. ვისი საყვარელი ცხოველებია და? ზოგადად საყვარელი მაჩვი მაგალითად. ზარბი, თუ პროტესტი. კუნსი და საყვარელი. საყვარელია. საყვარელი ცხოველები, გამოუშვი. პროტესტი ხო არა? არა. საყვარელი ცხოველების მიმართ პროტესტი? არა, გადაწყვეტილება. ხო რა ვიცი, საყვარელი ცხოველები. საყვარელი ცხოველები, კი ბატონო. გამოვშ ცხოველები. კუნსები, წავიდა. 4 სავარაუდო პასუხი, საყვარელი იხვები, საყვარელი ძაღლები, საყვარელი ბატები და საყვარელი ხო რა არის? რას ჭამენ კორეაში? მოიცი. საინტერესოა, ცხოველები დაგვიშალეს. სიტყვა ცხოველები და გავიკეთეს ესე იგი. იხვები, ძაღლები, ბატები და კატები. პროტესტი უნდა. პროტესტს ვაცხადებთ, პროტესტი დაგვიბრუნეთ. ნახოთ, კითხვა იქნება ადვილია. რასთან ერთად ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჯორჯ გორდონ ბაირონი? იცი თუ გონია. გავანაწილოთ რა. საყვარელ იხვებთან ერთად, საყვარელ ძაღლებთან, საყვარელ ბატებთან თუ საყვარელ კატებთან ერთად. ბატები იქნებოდა რა. ძაღლები ინგლისია, ძაღლები. ძაღლები ძალიან ტრივიალურია. რომელი დავტოვოთ? მეორე შეკითხვაა. იხვები დავტოვოთ? იხვები დავტოვოთ. ანუ იხვებზე არ დადო. თუ იხვებზე დადე ცოტა დადე იხვები. ცოტა მე ერთი სალი უნდა დავტოვოთ. მაგრა არ მევას. ერთი სალი უნდა დავტოვოთ ისე. ძაღლები უნდა დავტოვოთ. ძაღლებზე დავდოთ. ბატები თუ იხვები რომელზე დავდოთ? ერთ-ერთზე უნდა დავდოთ. ბატები ჯობია, შალვა.
დავდოთ ბატებზე? ეხლა ერთ-ერთზე უნდა დავდოთ. იხვებზე? არა და ბატები. უტკი ლიგუსი. უტკს. ბაზარში როა. ესაკეთ. კაი იყოს. ბაირონი, ნახე რა გვი. ხოდო იყო ძალიან საინტერესო მაკიდაცია რა. იქიდან ავიღე, აქედან გადმოდი, აქედან გადავდი და გურულს რო ეკითხებიან, ხო? ჭხრიალი მევასებაო რა. ერთ და იგივე ფასია და რატო ყიდი კაკალსო და ჭხრიალი. მოგებას ვერ ნახო. ხო, ეგრე. ჰე, აბა, ბატები გამოვრიცხეთ. ეხლა ნახავ სად რამდენი დადეთ. აქედან მოვყვები. 16000-ია აქ. ზნარად შვიდაც რომ ვიყოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 26000 ძაღლებს. შესაბამისად დანარჩენი იხვებს ერგო. საყვარელი იხვებით ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჯორჯ გორდონ ბაირონი. ლორდი იყო თან. იხვებით ჩემოდა ლორდი იხვებით შეიძლება ჩნდებოდა. შეიძლება რაღაც პროტესტი ქონდა და ბატები დადიოდა გეუბნები. ბატებით? ო, ალბათ. ბატებით თუ იხვებით? კი, ახლა იხვებზე დავდეთ და რაღაც ვიდა. ძაღლები რატო? აი ძაღლი რატო არ გონია? ძაღლი ძალიან მარტივია. ძაღლით ყველა დადის, ხო ხდება. კატაც ახლა ესეთი რაღაცა. კაი, მოდი ნახოთ. შეიძლება. იხვიან ბატი უნდა იყოს რა. შენ ბატებს ემხრობი, ხო? ჯო, იხვზეც დავდებდი, ბატებზეც და ანძაღს დავდებდი და კაი, იყოს რაც არის. აუქნათ ახლა. თუ წავაგებთ. ბატებიან იხვები ხო შენ? კი, ეგრე მე გონია. შენ ბატები ის გაწუხნა შეიძლება ხო? კი. იხვების? იხვებისაც. აბა მასე კატების და ძაღლებისაც შეიძლება. ეგენ ხო უკვე გასხნილები არიან. ისედაც. ბიჭო, ბატი დიდია და იკბინება და იხვი არ იკბინება. ხო და რატო დადიოდა? აი მაგაში უნდა ეძებო გესმის. ვიღაცა რო გაუხურებ და მიუქსედა. ხო და ბატის მაგარია. ასე ძაღლები არ არის აგელა. ძაღლები არ არის სასაცილო. ეს სასაცილო გადაცემაა. უი. სასაცილო იქნება. სასაცილო იქნება სწორ პასუხს რო გავიგებთ. არ გითხრა? ეხლა რას ველოდებით, რომელიღაცა უნდა ჩავარდე? არა, ახლა კარგავთ ყველა 16 დავკარგეთ. ეგ ერთი. ნენელა გვაცლიან ძირს შალვა, შეხედე? კაი, ეხლა კიდე რაღაცას დავკარგეთ. აბა რამდენი მიდის? ბევრი თუ ცოტა? იხვები ჩავარდება, შენი აზრით? ბიჭო, რავი, ეგრე მგონი. ბატები რო ჩავარდეს, ხო გაგისწორდება? ძალიან. ბატი უფრო გემრიელია თუ იხვი? კატა. შევწვარი კატა. ძაღლებიც გამოირიცხა. ზიო იყო მართალი. მართლა ბატებია? არა, იხვიან ბატიო რა. არ იხვიან ბატი უნდა ყოფილიყო რა. უტკი. უტკა. ინგლისურად როგორ არის? უტკს. იხს. იხს. ბატს ორ იხს. ბაცებით ბაც ისე გამოდის. როგორც არ ვიცი ინგლისურად როგორ არის, მაგრამ ბატებთან ერთად ეგ უნდა ვცოდნო და. არა, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება სიცხული არ არის, რო არ იცი. ეცამ ბარიღამ დაგამხნევოთ ცოტა. ხო, აი. ზიო შენი ყავი მართალი. ბატები. ჯეოსელ კოლექტივი. შენც და შენც ორივეს. მაშინ ორივე მე მომეცი. ხო, შეგიძლიათ ეს ინტერნეტი ჯიბითაც ატორო და სადაც კიდე იქ. არჩენი იხვი, არჩენი ბატი. ნუ ბატებით მოძრაობდა თურმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კაი კაცი თუ იყო. ბაირონი. ბატებით რატო დადიოდა, ჰა? ჩვენ რო წაგვეგო იმით. მაგრამ ზიო ძალიან ახლოს იყავი შენ და რაღაცომღაც მაინდა-მაინც ის გამოტოვეთ. დადექი ჩემს გვერდით და ერთ სამი ერთად დავდგეთ ხო? სურათი გადაგვიღეთ რა. მაგრამ ეხა მოდაში რო არის ესე უნდა გადა ადრე ხო იყო ღიმილი. ეხა უნდა თქვა უჩუგ ესე აბა ჩიზ ბატი რო თქვა უჩუგ. ეგ აიფონი. გემშვიდობებით შალვა ზვიადი და შესაბამისად მეც როგორც მე გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათზე ისევ იმედზე შევხვდებით შოუში ფულთან თამაში დროებით. კარგად.
პოპულარულ შოუში ფულთან სათამაშოდ პოპულარული დები მოდიან. ნუ რაღაცა ერთი გაჩეჩილაძე გამოვიდა და მეორე დავარცხნილაძე. ძალიან დიდი ფული ჯიბეში ჩავიდოსოთ. და ფიქრისთვის განკუთვნილი ძალიან ცოტა დრო. რას გვაშინებს ხაზი? აი რა მეტი არ ქნა ეს. შეძლებენ თუ არა მომხიბლავი ნინო და თაკო გაჩეჩილაძეები დიდი ფულის შენარჩუნებას. 78 წლის ბესარიონ შარშიძე და მისი ქალიშვილი მანანა ცინაძე ღირსეულად ხვდებიან ახალ გამოწვევას. ვიკავით ვარ მართალი. თუმცა საბოლოო ვერდიქტი მხოლოდ ფორტუნას გამოაქვს. ფორტუნა არ გააჯაურო მარიკუშა. ნახეთ. არ მინდა რომ ჩამართის. ოთხშაბათს ფულთან თამაშის მორიგი რაუნდი იმედზე.